მოგესალმებით, გამარჯობათ მეგობრებო და დღეს მინდა მორიგ სინდისის, ვითომ სინდისის პატიმართან დაკავშირებით ვისაუბროთ. ეს გახლავთ ზვიად ცეცხლაძე, ძალიან მოკლე ვიდეოა, ერთად ვნახოთ და შემდეგ გავაგრძელოთ თემაზე საუბარი. გამომიგეთ ეს თბილა 5 დღეა ბავშვი განათლებას უნდა იღებდეს და არის ციხეში რის გამო, არაფრის გამო. პარლამენტის წინ არ არის აუცილებელი მოხდეს რევოლუცია მაიდანზე მოხდა ეგრეთ თავისუფლების მოედანზე მოხდა უკრაინაში და სასურველი იქნება რა თქმა უნდა აქვე მას მართუხლართები რა იმიტომ რომ მაგათი გაჭრა გარღვევა ძალიან რთულია რა ძალიან მნიშვნელოვანია მაიდანზე გქონდათ გზის ჩახერგვის უფრო რადიკალური გზებიც არსებობს მაგასაც დამზადება ჭირდება რა და დარწმუნებული ვარ ყველა ხვდებით რაც არის უბრალოდ დავასახელებ ახლა ეს თავდასხმასაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. ოღონდ საჭიროა უფრო დიდი სახის, რადგან პატარა უფრო ვიზუალური ეფექტის არის. პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად, რადგან ვიღაცამ რო ასე ჯგუფურად დაიწყოს შეძენა ეგრევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და ეგრევე აიყვანენ და ქვები რა თქმა უნდა. მოკლედ, ეს ახალგაზრდა ადამიანი ასე საჯაროდ და ღიად საუბრობს და რაღაცა რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებს და აქ საუბარია პირდაპირ მაედნის პროცესების გადმოტანაზე საქართველოში, რაღაცა მავთულ ხლართებზე საუბრობს. დიდი რაოდენობით რაღაცა დიდი სახის პიროტექნიკაზე საუბრობს და რაღაცის დამზადებაზე საუბრობს, რომელსაც ყველა ხვდება. და ეს რაღაცა რა თქმა უნდა არის მოლოტოვის კოქტეილი და თავდასხმაზე საუბრობს ეს ადამიანი პოლიციელებს როგორ უნდა დაესხალ თავს და ასევე ქვები მოიტანეთო. და ვინმეს თუ სჯერა რომ ეხლა ეს ახალგაზრდა კაცი ამ განცხადებების გამკეთებელი იქ თავისუფლების თუ რუსთაველის გამზირზე ქვის მსროლელი არ იყო პოლიციელებზე და არც პიროტექნიკას არ ესროდა და საერთოდ არაფერს არ გააკეთებდა და უბრალოდ ესე იდგა და აპროტესტებდა რაღაცას, არ ვიცი, ძალიან შემცდა რა ასეთი ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ახალგაზრდა კაცი ქვასაც ისროდა იქ რუსთაველზე, პიროტექნიკასაც და იარაღი რომ დაეკავებინათ ხელში, დარწმუნებული ვარ, რომ ადგებოდა და იარაღსაც ისროდა და ამ კონკრეტულად ამ ახალგაზრდა კაცს ზვიად ცეცხლაძეს ოპოზიცია გკენის როგორც ვითომ სინდისის პატიმარს. და იგივე შემიძლია ვთქვა დანარჩენ ვითომ სინდისის პატიმრებზეც, ვინც იმყოფებიან საპატიმროებში და ამ სინდისის პატიმრებში არის ერთ-ერთი გამორჩეული უნიჭო მსახიობი, ვიღაცა ონისე ცხადაძე, რომელიც ჩვეულებრივი ბოლშევიკია, სკოლაში შეიჭრა რუპორით და ბავშვებს მე-4-მე-5 კლასელ ბავშვებს მოუწოდებდა, რომ გამოდით კლასებიდან და უნდა პოლიტიკური აგიტაცია, პროპაგანდა გაეწია მე-5 კლასელი ბავშვებისთვის და კი ბოლშევიკები იქცეოდნენ, ასე როგორც ეს ვიღაცა ონისე ცხადაძე იქცეოდა. ასევე არის მათედევიძე, ვითომ პოლიტპატიმარი, რომელიც კადრებში ჩანს, როგორ ურტყავს პოლიციელებს ხელჯოხს. მაგრამ ოპოზიცია ამ ადამიანებს უწოდებს უდანაშაულოდ დაჭერილ ხალხს და სინდისის პატიმრებს. ოპოზიცია გვიმტკიცებს თეთრზე შავს და გვეუბნება ესეთ რაღაცას კოლექტიური ნაცები, რომ რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ და ჩვენი ყურით რაც გვესმის, ეს არ არის სიმართლე და ჭეშმარიტებაო და ჩვენ რასაც გეუბნებით, ეს უნდა დაიჯეროთ და ეს უნდა მიიღოთ უტყუარ ჭეშმარიტებადო და სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი აი ამ ოპოზიციის ბოროტი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და იყრუებს ყურებს და იბრმავებს თვალებს და იმის სჯერა, რასაც ოპოზიცია ჩასძახის. ძალიან სამწუხაროა რეალურად ეს ფაქტი, რომ მოახერხეს და ამ დონეზე დააბეჭავეს ადამიანები, რომ რასაც ხედავენ და რასაც ისმენენ საკუთარი თვალით და ყურით, ამაზე ამბობენ უარს და იძახიან, რომ ეს არ არის სიმართლე და აი გვარამია, რასაც გვეუბნება და ვიღაცები, ეს არის ჭეშმარიტება.
უბედურება ამ ადამიანებისთვის ეს ამბავი ნამდვილად, ვინც აი ესეთი ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული ოპოზიციის მხრიდან. სხვა რა შემიძლია რა ვთქვა? ამ ადამიანს ახალგაზრდა კაცს ზვიად ცეცხლაძეს, ისევე როგორც დანარჩენებს, ძალიან გაუმართლათ, რომ ეს ადამიანები დაიჭირა ქართული ოცნების ხელისუფლება და რომ დღეს ამ ქვეყნის ხელისუფლებაში არ არის ის ძალა, რომელიც ძალის მოbrunებასაც ასე ძალიან ცდილობენ და ეს ძალა გახლავთ ნაციონალური მოძრაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს რომ დაეჭირათ ზვიად ცეცხლაძე იმ პიროტექნიკას, რომელ პიროტექნიკაზეც საუბრობს, გაუკეთებდნენ ტრაქში და ისე გაუშვებდნენ გდანის ციხეზე. მერე გდანში რო შევიდოდა, დაამტორებდნენ ყველა ნეკს, ჩამოუღებდნენ კბილებს და შეიძლება ცოტა ხანი მორგშიც ჩაეყვანათ და გადაესკოჩათ მიცვალებულზე, რომ ცოტა გაეგრილებინათ და ნამდვილად მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, რომ გადარჩენილია უბედურებას და საშინელებას ეს ახალგაზრდა კაცი და მადლიერი უნდა იყოს ნამდვილად ბედისაც და ღმერთისაც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაიჭირა და რომ არ დაიჭირა ნაციონალურმა მოძრაობამ. იგივე შემიძლია ვთქვა ყველა იმ დანარჩენ ვითომ სინდისის პატიმრებზეც, ამონისე ცხადაძეზეც, მათედევიძეზეც და ყველა სხვა დანარჩენზე. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები არ არიან არანაირი პოლიტპატიმრები და არანაირი სინდისის პატიმრები, ეს ადამიანები პირველ რიგში დაგუპა ოპოზიციამ, ეს ადამიანები საპატიმროებში გაუშვა ოპოზიცია და ოპოზიცია კიდევ ყველაფერს იზავს, რომ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდეს საპატიმროში, რომ ამით კიდევ უფრო მეტი სალაპარაკო გქონდეთ ოპოზიციის პატრონებს ამ ქვეყნის გარეთ და შიგნით ოპოზიციას გქონდეს უფრო მეტი სალაპარაკო, რომ აი თურმე ყველას იჭერს ქართული ოცნება, ვინც რაღაცას აპროტესტებს. ეს ადამიანები, ვინც დღეს ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, უნდა დროულად მოეგონ გონს და აზრზე მოვიდნენ და უნდა გამოფხიზლდნენ და ამით გადაიჩინონ თავიანთი თავები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც უკვე აღვნიშნე, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს 50 თუ 60 ვითომ სინდისის პატიმარი გახდეს 500, 600 და 1000-ობით რო აღმოჩნდნენ ადამიანები ციხეებში, რომ უფრო მეტი იყვირონ და ილაპარაკონ მერე ამ ამბავზე. ეს არის ოპოზიციის ჭეშმარიტი სახე, ბოროტი ბუნების ოპოზიცია ყავს დღეს საქართველოში. ნაციონალური მოძრაობა არის 100%-ით ბოროტი ბუნების რაღაცა ადამიანების ერთობა და ნაციონალ კოლექტიურმა ნაცებმა რას მიაღწიეს ამ ბრძოლით ამ წლების განმავლობაში, რასაც იბრძვიან და აკეთებენ, რას მიაღწიეს. მიაღწიეს ერთი იმას, რომ ქვეყნის გარეთ ამ ქვეყანას იმიჯი შეულახეს, ხოლო ქვეყნის შიგნით მიაღწიეს იმას, რომ აი ეს ახალგაზრდა ადამიანები დაღუპეს და გაუშვეს საპატიმროებში და მიაღწიეს ასევე იმას, რომ ქართულმა ოცნებამ გაამკაცრა კანონმდებლობა. ოპოზიციამ უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვა ქართული ოცნების ხელისუფლებას, გარდა იმისა, რომ გაემკაცრებინათ კანონმდებლობა და ეს გამკაცრებული კანონმდებლობაც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენზე საზოგადოებაზე აისახება უარყოფითად. აი ეს არის ოპოზიციის გაკეთებული საქმეები და ოპოზიციის ჭეშმარიტი სახე. ოპოზიცია მოწოდებულია ერთადერთ რამეზე, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემა შეუქმნათ ჩვენ საზოგადოებას და ჩვენ დედასამშობლო საქართველოს. ოპოზიცია ერთადერთი რამისკენ არის მოწოდებული, რომ ნებისმიერ ფასად შეასრულონ თავიანთი პატრონების მიერ გარედან მიღებული დავალებები და მზად არიან, რომ რა ვიცი, მილიონობით ეს მათედევიძეები და ზვიად ცეცხლაძეები შესწირონ აი ამ დავალებების შესრულებას. ეს არის და ეს რისი თქმაც მინდოდა ამჯერად ვითომ პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით.